იმერეთში დიდთოვლობა რეგიონის სტიქიას ებრძვის და სწორედ ამ სტიქიის ქვეშ აღმოჩნდა გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომლის მდგომარეობაც უკვე წლებია მძიმეა. ტაძარში არსებულ ვითარებაზე ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ ის რაც გელათში ხდება, გააზრებული დანაშაულია. მისივე თქმით, გასულ ზაფხულს მიღებული გადაწყვეტილებით საკურთხევლის სახურავზე თუნუქის მოხსნის გამო თოვლი უხარისხო კრამიტის ფენილზე დევს, რაც მოზაიკის მდგომარეობის დამძიმების რისკებს ზრდის. გელათში მეხუთე ზამთარია ახლა, როდესაც ორივე მოხატული ტაძარი არის დაუცველი. რაც შეეხება ბოლო დღეებს, რა კრიტიკული არეალებიც გამოავლინა, ეს არის ძირითადად კალთები, რომელიც ბოლომდე არ იყო დაფარული და კონკრეტულად ეს შეეხება საკურთხევლის აფსიდში კონქში არსებული მოზაიკის გადახურვას. ეს გადახურვა გასული წლის ზაფხულში შეიცვალა, რა იგულისხმება ამაში, მოიხსნა თუნუქის ფენილი, რასაც მაშინ ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით და ვამტკიცებდით, რომ ახალი გადახურვა, ლეიერის გადახურვა, რომელიც ახლა კონსტრუქციების სახით დამონტაჟებულია, მის თავზე ვერ უზრუნველყოფდა ნალექის არიდებას ამ კალთებიდან, სამწუხაროდ დადასტურდა ამ ბოლო ნალექით, რომ ახლა ის კრამიტის ფენილი არის სრულად მოცული თოვლით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფილტრაციის რისკი არის ძალიან მაღალი. იმიტომ რომ კრამიტი, რომელიც ახურავს კონკრეტულად ამ ნაწილს სახურავისას, არის ლაბორატორიულად დაწუნებული და მეთოდოლოგია არის ასევე შეფასებული როგორც უარყოფითად. ამიტომ ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაშინ კატეგორიული იყო კომიტეტის პოზიცია, რომ პირიქით ეს ხდებოდა იმის გამო, რომ უფრო უკეთ ყოფილიყო დაცული აღნიშნული მონაკვეთი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა და კიდევ უფრო მეტი რისკი გაჩნდა მოზაიკასთან დაკავშირებით, რომლის მდგომარეობა ისედაც რთულია. ახლა უკვე მეორე დღე მიდის და ჩვენ ველოდებით კომიტეტის პოზიციას ახსნას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ეს დიდი შეცდომა, რომელსაც პრინციპში მათი დადასტურება აღარ ჭირდება, ამდენადაც თვალშისაცემია. როდესაც ჩვენ ვთავაზობდით ფოტო-ვიდეო კადრებს, რომელიც აღწერდა წვიმის ნალექის ზემოქმედებას კონკრეტულ არეალზე, ისინი მაშინ არ იღებდნენ ამას როგორც მტკიცებულებას, იმიტომ რომ გარკვევა თითქოს ჭირდა ამისი, მაგრამ ახლა თოვლის შემთხვევაში უკვე ყველაფერი ნათელია, დადასტურებულია ეს შეცდომა და ახლა სამწუხაროდ არის გაზრდილი რისკი იმისა, რომ ინფილტრაცია მოხდეს. ეს შეიძლება დღეს და ხვალ არ იყოს გამოვლენილი პირდაპირ მოზაიკაზე, მაგრამ აუცილებლად ექნება მასზე უარყოფითი გავლენა, ასე რომ მსგავსი შეცდომებისგან მომავალში აუცილებლად უნდა ვიყოთ დაზღვეული, მაგრამ ამისთვის აღიარებაა საჭირო და სამწუხაროდ ამ დრომდე არანაირი კომენტარი მათი მხრიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა და საერთო მდგომარეობა ნალექიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის გართულებული. ეს ეხება ორივე ტაძრის გუმბათის ყელს ასევე, სადაც თოვლმა შეინარჩუნა თავისი თავი, იყო ყინვა გასული ღამის მანძილზე პრაქტიკულად რეკორდული და ქვაზეც ექნება ამას ასახვა ძალიან უარყოფითი და ყინვის, ასე ვთქვათ, თვისებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ინტერიერზეც კონდეს ასევე ასახვა. ამ კითხვებს ჭირდება ძალიან სწრაფი პასუხი და რამდენადაც თოვლი ახლაც არის ამ არეალებში შენარჩუნებული, ამ თოვლს უნდა მოხსნა სასწრაფოდ იმ ადგილებიდან. ჩვენს მიერ გავრცელებული კადრებით ალბათ ყველამ დაინახა, ვინც ნახა, რომ ეს გადახურვა, რომელიც ახლა აქ გაკეთებულია, გელათს საერთოდ ვერ იცავს. ამდენადაც შეაღწია თოვლმა ბევრი ისეთ ნიშნულზე, სადაც ვარაუდობდნენ, რომ ვერ შეაღწევდა. ასე რომ გადახურვა დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და ესაა დიდი გამოწვევა თვითონ კომიტეტისთვისაც და ვიცით, რომ კეთდება იქ ძალოვანი ხარაჩო, უნდა დასრულდეს ოვალური ხარაჩოს მოწყობა და არის მთელი რიგი სამუშაოები დარჩენილი, რომლის შემდეგაც ითქმება, რომ ეს გადახურვა დასრულებულია ბოლომდე, რაც უნდა დასრულებულიყო გასულ წელს, მაგრამ აი პროცესში ჩანს, რომ ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ასე რომ ამ ნაწილებს, ამ კითხვებს უნდა პასუხი და რისკებს უნდა დაზღვევა, ამდენადაც უკვე მივდივართ იმ ფაზაზე, როცა შეცდომა შეიძლება იყოს ძალიან კრიტიკული და ფატალური. ჩვენ ხედავთ, რომ უკვე გელათში წლებია გრძელდება კრიტიკული მდგომარეობა. ბოლო პერიოდში რა შეგვიძლია ვთქვათ, ჭიანურდება თუ არა სამუშაოები და რა შეიძლება ეს მივაწეროთ. 2024 წლის მარტის თვეში უნდა მორჩენილიყო ახალი გადახურვა, რასაც გვირდებოდა და უკვე მესამე გადახურვაზეა საუბარი, რასაც გვირდებოდა რეაბილიტაციის დროებით კომიტეტი, ვიცით, რომ ის სანახევროდაც არ არის გაკეთებული. ასე რომ გაჭიანურებას რაც ეხება არც ერთი ვადა, რომელიც ითქვა
არასდროს არ შენარჩუნებული და ამ ვადებში არ ჩატეულა სამუშაოები. ამ შემთხვევაში ვადას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ამას სულ ქონდა გელათის შემთხვევაში მნიშვნელობა დროს, იმიტომ რომ დანაკარგი, რომელიც დროსთან ერთად მოვიდა, შეგვეძლო რომ ნაწილობრივ მაინც გადაგვერჩინა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ სკრუპულოზურად და დეტალურად იყოს განხილული ყველა პროექტი და ყველა ნაბიჯი, რომელიც იგეგმება და ასეთი ჩვენ ერთად შეკრული სამწუხაროდ არ გვაქვს და ამას ითხოვს სწორედ იუნესკოს სოფლიო მემკვიდრეობის ცენტრიც, რომ კოორდინაცია იყოს და იყოს გეგმა და იყოს ყველა, ასე ვთქვათ, რისკი დაზღვეული და გაწერილი. ასე რომ ზუსტად ეს პროცესია ახლა, როდესაც გაურკვევლობა გელათის ირგვლივ და ასევე არსებული მდგომარეობა გვიყვება, რომ წარსულშიც არ იყოს სწორად განსაზღვრული რისკები. გელათში წვიმისა და თოვის შედეგად წყალი 2016 წლის დეკემბერში ჩავიდა, რამაც ფრესკების ნაწილი დააზიანა. სახურავი დაზიანდა 2019 წელსაც, მიზეზი უხარისხო მასალით გადახურვა იყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. 2023 წლის 7 აპრილს გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურის სამინისტროსგან გადაიბარა.